გამარჯობა. ეთერშია ბიძინა ივანიშვილის სადიდებელი საინფორმაციო გამოშვება. დიდება ბატონ ბიძინას. სიკეთე, სიყვარული და სათნოება ბატონ ბიძინას. გამოშვებას ვიწყებთ სასიხარულო ინფორმაციით. საზღვარგარეთ მივლინებაში წასულმა ბიძინა ივანიშვილმა იმდენი ქართული მიწა ჩაიყარა ფეხსაცმელებში, რომ მის მარჯვენა ფეხზე ვაზმა გაიხარა. ბიძინა ივანიშვილმა დიდგორის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა სელჩუკთა მრავალათასიანი არმია. თუმცა მისი სულგრძელობის გამო ბიძინამ ეს გამარჯვება დავით აღმაშენებელს მიაწერა. სამწუხარო ინფორმაცია. ბიძინა ივანიშვილის ქონება წინა წელთან შედარებით $1 მილიონი შემცირდა. მთელ ქვეყანას უსამძიმრებთ ამ ტრაგიკულ ამბავს. ვაი ჩვენ, ვაი საქართველოს, სირცხვილი ჩვენი, იტირეთ ყველამ. ოპერატორი დამანახეთ, შენც იტირე. გუშინ 8 საათსა და 00 წუთზე დიდი ბიძინა ივანიშვილის დაცემინების შედეგად ნესტოებიდან გამოსხორცნილმა სამკურნალო ჟანგბადის ნაკადმა ჰაერში გაანადგურა 2 მილიონამდე მავნე ბაქტერია და 1,5 მილიარდი ბაცილა, რითაც დედაქალაქის ჟანგბადი 10%-ით გაასუფთავა. დღეს ბიძინა ივანიშვილმა გურიის მიდამოებში 3 კილოგრამი ოქრო მოაგროვა. სირცხვილი გურიის მთებს 3 კილოგრამი ოქრო რას მიქვიან? თქვენ ხომ უფრო მეტი შეგიძლიათ. ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილებით ივანიშვილთან მსგავსების გამო ჩიეტანის გლეხური გამომეტყველების მქონე ნებისმიერი ქართველისთვის ყველანაირი სამედიცინო მომსახურება უფასო გახდა. გუშინ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ეროვნულ ნაციონალური ანსამბლის ტიქტოკაშვილების კონცერტს ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. კონცერტის დასრულების შემდეგ მან ტიქტოკაშვილებს ფილარმონიის წინ მათი სახელობის ვარსკვლავი წაჩი დაანახა. ბიძინა ივანიშვილმა საუკეთესო ტრიუკების შესრულებისთვის ოქროს რაჭის მთა მოიგო. ბიძინა ივანიშვილმა უმამოდ დატოვებული ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის შვილები იშვილა და თავიანთ ბიოლოგიურ მშობლებს დაუბრუნა. სომალიში სამართლიანობა აღდგა, მეგობრებო. ახლა კი ინტერაქტივი. ბიძინა ივანიშვილის გაღვიძებასთან ერთად გაიღვიძებს თუ არა ბუნება. ზუსტად 10 წამში შემოსულია 3 მილიონი ზარი, სადაც 100% თვლის, რომ კი, ბუნება ნამდვილად ბიძინასთან ერთად გაიღვიძებს. ახლა კი ყვითელი ამბები. ბიძინა ივანიშვილი ინგლისის დედოფალის ზარებს არ პასუხობს. ახლა კი ამინდის პროგნოზი. დედაქალაქში ბიძინა ივანიშვილის ტემპერატურა იქნება დღისით 36.3, ღამით 36.1. ჭორვილაში ბატონი ბიძინას ტემპერატურა იქნება დღისით 36.3, ღამით 36.1. ახლა კი სპორტის სიახლეები. 2020 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მარტო მოუგო ბარსელონას. ანგარიშით 20-0. ბატონ ივანიშვილის თამაშით აღტოვანებულმა მესიმ ველაც მაისურში საკუთარი ტყავი გაუცვალა. ბიძინა ივანიშვილის და ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა საქველმოქმედო აქცია. შემოსული ფული მთლიანად მოხმარდება გარკვეული საბუთების ჩასწორებას, რათა აღნიშნული სტადიონი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სახელობის გახდეს. დაამწუთას ბატყობინებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელობის სამშობიარო კლინიკაში 11 ვაჟი და 10 ქალიშვილი დაიბადა. მშობლებმა ბატონი ბიძინა საპატივცემულოდ ვაჟებს ბიძინა დაარქვეს და გოგონებს ბიძინე. ამ სასიხარულო ინფორმაციით გემშვიდობებით. თქვენთვის ბიძინა ფხაკაძე და ბიძინე ლეკვეიშვილი მუშაობდა. მომავალ შეხვედრამდე.